გიორგი ბაჩიაშვილის მორიგის სიცრუე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ბაჩიაშვილის სპეკულაციასთან დაკავშირებით ქრონიკასთან საუბრობს. თეიმურაზ წიქვაძე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებასა და ეროვნული ბანკის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ჩვენთვის ცნობილია ბაჩიაშვილის ეს განცხადებები. ჩვენი აზრით იგი ამით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს როგორც საზოგადოება, ასევე ჟურნალისტები, ვისაც ამ განმარტებებს აძლევს ხოლმე. მე მქონდა მცდელობა ამის დეტალურად ახსნის და ტელეკომპანია ფორმულასაც მივეცი საკმაოდ ცელი განმარტება, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ამ ჩემი განმარტების ჩვენება ამ ტელეკომპანიის ეთერით და მინდა რომ თქვენც განგიმარტოთ ორი სიტყვით რაშია საქმე. როგორც ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით, მსესხებელი კომპანიას ჰქონდა წმინდა ტექნიკური ხასიათი, ნომინალური მსესხებელი იყო და გამოიყენებოდა ჩემი მარწმუნებლის მიერ ინვესტიციის განხორციელებისთვის სესხის გასაცემად. ის რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ არის ასახული საკრედიტო ხელშეკრულებაში როგორც მსესხებელი ან მსესხებლის წარმომადგენელი, არ ნიშნავს ავტომატურად რომ ბაჩიაშვილი არის, რა თქმა უნდა, ინვესტორი. თავარი ხაზგასასმელი რაც არის სესხის გაცემიდან სესხის დაფარვამდე პერიოდში გულისხმობ 2015 და 2016 წლებს გიორგი ბაჩიაშვილი ამ კომპანიის სტრუქტურაში საერთოდ არ მონაწილეობდა. არც დირექტორი იყო და მით უმეტეს არც პარტნიორი საბოლოო ბენეფიციარი. ეს არის მთავარი მოცემულობა. მისი ასახვა მოხდა მხოლოდ 2017 წელს. ალბათ ჩემი მოსაზრებით იმისთვის რომ შემდგომ მისი დანაშაულებრივი მოქმედებებისთვის მეტი დამაჯერებლობა შეექმნა, თორემ სესხის მოქმედების პერიოდში ეს ადამიანი იქ არ ფიქსირდებოდა. ეხა მისივე ლოგიკას რო გავყვეთ ბენეფიციარი მესაკუთრეობის თუ სესხებლად დასახელების შესახებ, გამოდის რომ ვინც სესხის გაცემის დროს ან დახურვის დროს ამ კომპანიაში მონაწილეობდა, იყო სტრუქტურაში ასახული და თქვათ იყო ბენეფიციარი მესაკუთრე, ის უნდა ვაღიაროთ ყველამ ინვესტორად, რაც აბსურდია, ცხადია და ამაზე არავის განცხადება არ გაუკეთებია. უფრო მეტიც შემიძლია დავამატო ამას. თუ კი ვთქვათ დაუშვებთ, რომ სესხის მოქმედების პერიოდში დადგებოდა დეფოლტი, ანუ ეს გულისხმობს შემთხვევას, როცა ვთქვათ ბიტკოინების ღირებულება წამოვიდოდა მკვეთრად ქვევით, ისმის კითხვა თუ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი ამის დაფარვაზე, ამ დეფოლტის შევსებაზე. მიშენგეიტი, რომელიც უქონელი კომპანია იყო, რეალურად და არანაირი ქონება არ გააჩნდა ფულადი სახსრების და არც უძრავი ქონების სახით, ცხადია არა. პასუხისმგებელი იქნებოდა მხოლოდ ჩემი მარწმუნებელი და მისი ზიანი ამ შემთხვევაში გამოიხატებოდა როგორც სესხის სახით გაცემული და დაუბრუნებელი ინვესტიციაში, ასევე ამ სესხის დასაფარად მიმართული დაგირავებული დეპოზიტის სახით. მისი იქნებოდა მთლიანი ზიანი. ეს არის მოცემულობა და რა თქმა უნდა ამ მოცემულობით ბაჩიაშვილის ყოველგვარი მტკიცება, რომ იგი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინვესტორს, არის ყოველად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და შეცდომაში შემყვანი, როგორც საზოგადოების, ასევე შესაბამისი ტელეკომპანიების. ბატონი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ თითქოს ეროვნული ბანკის დასკვნა იმის შესახებ, რომ რეალურად ამ გარიგებაში ინვესტორი იყო ჩემი მარწმუნებელი, ემყარება მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, რაც ასევე არის სიცრუე. ეროვნული ბანკი პირდაპირ მიუთითებს, რომ მისი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ინვესტორი ამ საქმეში, ემყარება როგორც საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე მისთვის წარდგენილ კონკრეტულ დოკუმენტაციას. ეხლა რა იგულისხმება ამ დოკუმენტაციაში, როგორც საკრედიტო დოკუმენტაცია, ასევე უზრუნველყოფის დოკუმენტაცია, ასევე ნომინალური მსესხებლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. არც ერთ ამ დოკუმენტში ბაჩიაშვილი საერთოდ არ ფიგურირებს, არ მონაწილეობს არანაირი სახით და ეს ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ ეს ნომინალური კომპანია იყო, რა თქმა უნდა. ამას თვითონ იმით ამართლებს, რომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის რეალური ბენეფიციარი შეიძლება არ ფიქსირდებოდეს სადამფუძნებლო დოკუმენტებში. ესე განაცხადეს, როგორც მახსოვს წინასხდომაზე მან და მისმა წარმომადგენლებმა და თუ ეს მის შემთხვევაში დასაშვებია, რატომ არის დაუშვებელი მაშინ ჩემი მარწმუნებლის შემთხვევაში, რომ იგი არ ფიქსირდებოდეს, ვთქვათ, იმ კომპანიის საბოლოო ბენეფიციარად, რომელიც ნომინალური მსესხებლად იყო დაყენებული. მაშინ, როდესაც ინვესტორისთვის დამახასიათებელი ყველა არსებითი ნიშან-თვისება ეკუთვნის ჩვენს მარწმუნებელს. ეს არის
ფული, რომლის ინვესტიციას განხორციელდა და ეს ფული, რა თქმა უნდა, ჩემმა მარწმუნებელმა გამოყო. ეს არის უზრუნველყოფა, რომელიც ასევე ჩემმა მარწმუნებელმა გამოყო და ეს არის რისკები, რომელიც მთლიანად ჩემი მარწმუნებლის ხარეს იყო ამ შემთხვევაში. ბაჩიაშვილი არანაირ ნული პასუხისმგებლობის მატარებელი ადამიანი იყო ამ შემთხვევაში. ბაჩიაშვილის სტატუსი ჯერჯერობით არის ბრალდებული, ესე დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ სხვა მტკიცებულებებზე დეტალურ კომენტარს ვერ მოგცემთ ამ ეტაპზე. ჩვენ განმარტებებს ვაკეთებთ მხოლოდ იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელზეც აპელირება მოახდინა თავად ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა. ეს მათ შორის ამას ვახორციელებთ იმიტომ, რომ შემდგომ ბატონ ბაჩიაშვილს არ ქონდეს პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით ჩვენ მისამართით, თუ კი იგი მომავალში დაიწყებს გარკვეული მტკიცებულებების დეტალურ განხილვას, ამ შემთხვევაში ჩვენ ამას გავეცნობით და ვიტოვებთ ცხადია უფლებას, რომ ვუპასუხოთ ამას. ამ შემთხვევაში შემოვიფარგლებით მხოლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული განმარტებით და ასევე ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული განმარტებით, ვინაიდან თავად მან იმსჯელა უკვე აი ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით.